ჩვენი სტუმარია გიორგი ტომასიანი. მასთან ერთად ვიწყებთ საუბარს რეგიონში ისტორიულ ცვლილებაზე. შეიძლება ითქვას, ეს არ იყო მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი რეგიონში. ეს არის ფაქტობრივად დასაწყისი რუსეთის გავლენის დასრულების ამ რეგიონში. ჯეი დი ვენსი იმყოფებოდა ქვეყანაში, სადაც რუსული სამხედრო ბაზა ამ დრომდე და ამის მიუხედავად ძალიან მარტივად გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები არის მშვიდობის გარანტორი და ამ მშვიდობას მოყვება დიდი ინვესტიცია. არის თუ არა ეს მართლაც ისტორიული მომენტი, რომელიც მანამდე არც ერთ მაღალი დონის შეხვედრას არ მოყოლია ამ რეგიონში. სოფო მოგესალმებით, მივესალმებით მაყურებელს და ნამდვილად უნდა ვთქვათ, რომ ეს ისტორიული მოვლენა არის სომხეთისთვის განსაკუთრებით. ზუსტად ასე აფასებენ დღეს სომხეთში ვითარებას. პირველად მოხდა ასეთი ზოგადად დონის ვიზიტი ვიცე-პრეზიდენტის. აქამდე რეგიონში თბილისში იყო შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჩამოსული. ახლა თუმცა სომხეთში და აზერბაიჯანში ვიზიტის პარალელურად საქართველოს საერთოდ გამქრალია აი ამ რუკიდან. ფიზიკურად აქ ვართ, მაგრამ პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ რუკაზე ისეთი გრძნობა პოლიტიკური განზომილებიდან, რომ საერთოდ არ ვჩავართ. აი როგორ უნდა მოინდომო, რომ ამ გეოპოლიტიკური რუკიდან გააქრო საქართველოს? განზრახ, დიახ, და ეს გულისხმობს იმას, რომ დღეს კონკრეტულად შეერთებული შტატების ინტერესი სომხეთში და აზერბაიჯანში უკავშირდება ტრიპის პროგრამას, პროექტს, ეს პრინციპში არის საფუძველი, მაგრამ ამის მიზანი არის მათ შორის ცენტრალური აზიის, ასე ვთქვათ, რუსეთის და ტრამპის მარშრუტი განვითარებისა და მშვიდობისთვის ტრიპი ასე მაყურებლისთვის განმარტოთ. ეს არის ალტერნატივა იმ პროექტის, რომელსაც რუსეთი იქ სთავაზობდა და რუსეთის კონტროლის ქვეშ რაც უნდა ყოფილიყო და რეალურად ჩვენ ვნახეთ, რომ არა მხოლოდ სომხეთმა, არამედ აზერბაიჯანმაც გააკეთა არჩევანი შეერთებული შტატების სასარგებლოდ და ცენტრალური აზიის სასარგებლოდ. ეს ერთადერთი როგორ შეიძლება შეადარო ეს ორი ალტერნატივა რუსეთი, რომელიც იყო რეგიონში და იყო სულ ომი, სულ დაძაბულობა, სულ კონფლიქტი, მოვიდა შეერთებული შტატები, დამყარდა მშვიდობა, თითქოს მოუგვარებელი კონფლიქტი მოგვარდა და არა მარტო მშვიდობა დამყარდა, მშვიდობას მოყვა ინვესტიციები, ინვესტიციებს მოყვა ამერიკული დაცვა. ანუ ეს არის უსაფრთხოება, ინვესტიციები, განვითარება მართლაც, როცა რუსეთთან ყოფი სომხეთი და არ არის ეს არავისთვის დასამალი, რომ ივანიშვილს სწორედ მაშინდელი სომხეთის პოლიტიკა მოსწონდა რუსეთთან, საჯაროდ აქვს ნათქვამი, იმან მოიტანა სომხეთისთვის სიღარიბე, კატასტროფა, წაგებული უსაფრთხოების კონცეფციები, ომი, განგრძობადი და აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი შვიდობა რეალური მოდის დღეს შეერთებულ შტატებთან ერთად. ეს ორი არ დარდება. ალბათ სომხეთის მოქალაქისთვისაც ძალიან მარტივი დასანახია ეს სხვაობა. რა თქმა უნდა, ეს არჩევანი ხომ არ მომდინარეობს ხელოვნურად პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ. სომხეთმა გააკეთა არჩევანი თავის დროზე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთთან მოკავშირეობის ფორმატში. ეს იმ დროს ბუნებრივიც კი ჩანდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ რუსეთთან მოკავშირეობა ნიშნავს გაძარცულ ეკონომიკას, ნიშნავს ჩამორჩენილ ტექნოლოგიებს, ნიშნავს მათ შორის კორუფციას ჯარში, ნიშნავს მათი აგენტების მიერ მართულ პოლიტიკურ ხელისუფლებას, ნიშნავს სპეცსამსახურების გაუქმებას და რუსეთის სპეცსამსახურებისთვის დამორჩილებას. სომხეთმა ეს ყველაფერი გაიარა და კატასტროფამდე მივიდა მეორე ყარაბაღის ომის პარალელურად და სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირება გამოჩნდა ეს ყველაფერი ნათლად და სომხეთის მოსახლეობამ მიიღო გადაწყვეტილება, მე ვიტყოდი, ფაშინიანი ნამდვილად მარტო არ ყოფილა, როდესაც უკვე მიხვდნენ, რომ სხვა გამოსავალი აღარ არის, იმიტომ რომ რუსეთი მათ შორის აქეზებდა კიდევ უფრო მეტ კონფლიქტს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რადგან რუსეთს სჭირდებოდა ფაშინიანის შეცვლა ნებისმიერ ფასად. აქედან გამომდინარე, მოსახლეობამ ხლა არჩევანი გააკეთა და სოფო ჩვენ უნდა გავიაზროთ აუცილებლად რაზე მოხდა შეთანხმება. ეს აქედან რომ ჩვენ გამოვკეთოთ მხოლოდ ერთი ნაწილი, სრულყოფილი არ იქნება. სომხეთში ატომური ელექტროსადგურის ჩანაცვლება ხდება მოდულური ტიპის რუსულ, ესე იგი ამერიკულიდან რუსულ ტექნოლოგიებს, უკაცრავად პირიქით რუსულიდან ამერიკულ ტექნოლოგიებზე და რეალურად საშუალება იქნება, რომ ეს ატომური ელექტროსადგური იაფად ჩანაცვლდეს ერთი მოდულით 300 მეგავატ-საათი შესაძლებლობით დაახლოებით მილიარდ ნახევარი დაჯდება. აქედან შემდეგ თითოეული მოდულის იგივე მოცულობით დამატება დაჯდება ძალიან იაფი. და რაც იაფის გარდა ძალიან ნათელია სურათი, რომ ამერიკულ ინვესტიციებს მოყვება ამერიკული გარანტიები. ახლა ამ მარშრუტზე და ამ გზაზე რუსეთის ხელში ეს ატომური ელექტროსადგური, რომელიც როცა უნდა მაშინ გამორთავს დენს და იმანიპულირებს, ხომ? ეს ხომ არ არის
ახლა შეერთებული შტატები ამის ჩიტი რომ იქ ჩადებული ინვესტიციები ამის რისკის ქვეშ დააყენოს. ამიტომ ამბობ ამერიკულ ინვესტიციებს მოყვება ამერიკული დაცვა და ის არავითარ შემთხვევაში არ დატოვებს იქ რუსულ ინტერესს იმ დონით რომელმაც შეიძლება საბოტაჟი გამოიწვიოს მერე ამ მარშრუტის და ამ შეთანხმების. კი ბატონო, მე ვგულისხმობ რომ რეალურად შემდეგი მოდულების დამატება არის მარტივად შესაძლებელი და სომხეთში შესაძლებელია 4-5 ატომური სადგურის მოცულობის შექმნა. ეს მიზანი აქვს შეერთებულ შტატებს. პარალელურად იქმნება ტრიპის პროექტი, რომელიც მოიცავს რკინიგზას, გზებს, ნავთობსადენს, გაზსადენს, ესე იგი ენერგეტიკულ კაბელს, ინტერნეტ კაბელს და ამ ყველაფერს საქართველოს კარგავს, იმიტომ რომ ტრიპის ნაწილი შეიძლება ყოფილიყო პირდაპირ ამერიკელი დიპლომატები ამბობენ მათ შორის საქართველოს შესაძლებლობა პირდაპირ შეიძლება ყოფილიყო საქართველოს ამ ყველაფრის ნაწილი. ტრიპი არ არის შემოფარგლული სომხეთით მარტო, ეს არის პრაქტიკულად შუა დერეფნის ნაწილი და საქართველოს პოზიციიდან გამომდინარე ეს მოხდა. გარდა ამისა, ეს ენერგეტიკა რატო არის საჭირო და მზარდი თან? იმიტომ რომ შეერთებულმა შტატებმა გასცა უნიკალური ჩიპების ექსპორტის ლიცენზია სომხეთში, რომელიც არის მხოლოდ ბრიტანეთში, ისრაელში, სამხრეთ კორეაში და იაპონიაში. სომხეთს ექნება საშუალება რომ ხელოვნური ინტელექტის დატა ცენტრი შექმნას, იქ არც ნავთობია, არც გაზი და პრაქტიკულად ამით შეერთებული შტატები საკუთარ პარტნიორს და ყველგან იქ რა აღინიშნა JD Vance-ის მიერ ბევრჯერ ფაშინიანი ხელისუფლება სომხეთის არის სანდო პარტნიორობის გამო გავეცითო ეს უნიკალური ესე იგი ექსპორტის ლიცენზია და ამას არ ვაკეთებთო როგორც წესი და უკაცრავად საქართველოს რა გააკეთა სანდო პარტნიორობა რომელიც ხონდა სომხეთამდე გაცილებით უფრო ადრე დიდი ხნის განმავლობაში სტრატეგიული სადღა გაჩერებული გვაქვს ქართული ოცნების რუსული ოცნება ახდა პრაქტიკულად დავანგრიეთ ეს სტრატეგიული მოკავშირეობა და აქ პრობლემა არის ზუსტად სანდო ხელისუფალში რომელიც გამოხატავს ხალხის ინტერესებს და რომელიც სუვერენული მმართველია. აი ფაშინიანის შემთხვევაში ფაშინიანი სუვერენული მმართველია. ის იღებს გადაწყვეტილებებს. ივანიშვილის შემთხვევაში ივანიშვილი არ არის სუვერენული მმართველი. ის კრემლისგან დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ჩანს რომ ვერ იღებს. აი შესაბამისად ამერიკა ესაუბრება მას, ვისაც მის ქვეყანაში სუვერენული გადაწყვეტილების უფლების მიღების უფლება აქვს. თუ არა და მაშინ რა საჭიროა პუტინთან ბოდიშვიხტი ივანიშვილთან დიალოგი პირდაპირ პუტინს დაელაპარაკება. აი ეს პრობლემა ჩანს ივანიშვილის აუხდენელ ოცნებაში დამელაპარაკეთ როგორც ავტორიტარს და ამ დრომდე რომ ნოლია რეაქცია შეერთებული შტატების. აბსოლუტურად ცხადია. ჩვენ მოქალაქეებს უნდა ვუთხრათ რომ სუვერენიტეტი გამოიყურება ასე, როგორც სომხეთში, ასევე აზერბაიჯანში. ორივე წდება რუსულ გავლენებს და თვითონ წყვეტენ როგორი დღის წესრიგი გქონდეთ. საქართველოში რომ შენ მეგობრებს აქედან ლანძღავ და ემუქრები და შენი საფრთხე ვინც არის მთავარი იმაზე დამოკიდებულება ზრდი, ასეთი სუვერენიტეტი არ არსებობს ბუნებაში. შესაბამისად გაუფასურე და გარყვნეს მათ შორის სუვერენიტეტის სიტყვა ქართული ოცნების წარმომადგენლებმა, იმიტომ რომ საპირისპირო არის და მინდა დავასრულო რაც საუბრობდი რომ მარტო ჩიპების ექსპორტზე კი არ არის საუბარი, ჩიპების წარმოებაზეც არის საუბარი სომხეთში და მათ შორის ადგილობრივი და ცენტრალური აზიიდან ის იშვიათი მეტალების მეშვეობით. ანუ შეერთებული შტატები სომხეთში გრძელვადიან ამ პლაცდარმს ქმნიან ტექნოლოგიურს და თან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობით პრაქტიკულად უსაფრთხოების გარანტიებსაც აძლევენ. ვენცმა რა თქვა რომ მშვიდობა შესაძლებელია თუ არის ამის უკან ძალა და ამიტომ თქვა რომ პირველი კონტრაქტი გავაფორმეთო ამ დრონების ტექნოლოგიაზე. ახლა ჩდება კითხვა ეს ხომ როდესაც მათ შორის ქართულ ოცნებას ეს აცხადებდა რომ ტრიპი არის ეკონომიკური პროექტი. არა, არ არის ეკონომიკური, მარტო ეს არის ამერიკის ადგილზე უსაფრთხოების გარანტიების არქიტექტურის შექმნა და საქართველოს რომ რჩება ეკონომიკური და უსაფრთხოების გარანტიების მიღმა, ეს ხომ ნიშნავს რომ ჩვენ მოწყვლადი ვრჩებით ტექნოლოგიების გარეშე. მომავალი თაობები ჩვენი გაცილებით უფრო ღარიბი იქნებიან ვიდრე მეზობლები, იმიტომ რომ ჩვენთან ეს ხელოვნური ინტელექტი, ჩიპები, ენერგეტიკული და სხვა სად არის? აბსოლუტურად ძალიან უნდა მოენდომებინა აქ ადგილზე რეჟიმს, რომ საქართველოს დაეკარგა პრივილეგია რეგიონში, ყოველთვის იყო შეერთებული შტატების ნომერ პირველი პარტნიორი რეგიონში, მიუხედავად იმისა, რომ მას არ ქონდა ნავთობ რესურსები, არ აქვს დღესაც, ის იყო ყველაზე სანდო პარტნიორი რეგიონში, იმიტომ რომ ის ეფუძნებოდა იდეალებს, რომელსაც არ ღალატობდა, დასავლეთისკენ მიდიოდა ურყევად, ყოველ შემთხვევაში უწყვეტად და მას ჰქონდა პრეტენზია დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობაზე და თუ იყო გადაცდომა, ამაზე პასუხს აგებდა ხელისუფალი და მიხეილ სააკაშვილის ბოლო წაგებული არჩევნების შემდგომ ის წავიდა, მისი ძალა წავიდა ოპოზიციაში, ხომ? ჩვენ აბსოლუტურად სხვა რეალობა შევარდნაძეც კი წავიდა. შევარდნაძე წავიდა, კი ბატონო, მიხეილ სააკაშვილი
სააკაშვილი წავიდა, თუმცა შევარდნაძისგან განსხვავებით ეს იყო პირველი გადაბარება არჩევნების გზით. თუმცა იქაც კი არ წავიდა ძალაუფლების შენარჩუნებაზე, მაგას გულწრფელდა ყველანაირი ფასად. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა რეჟიმი ახდენს რუსულ ოცნებას ამ ქვეყანაში და არსად წასვლას არ აპირებს. აქ მინდა დავსვა კითხვა საერთაშორისო პოზიციიდან, იქიდან აქეთ რომ შევხედოთ და არა ქვეყნის შიგნიდან მოლოდინებს, გარედან მოლოდინით რომ შევხედოთ, შეერთებული შტატების სტრატეგიული ინტერესი ამ რეგიონში, რასაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ახლა რუსეთის ფაქტობრივად განდევნა ამ რეგიონიდან, საქართველოს გარეშე. მაინც საბოლოო ჯამში ამ რეგიონში ტოვებს გაურკვევლობის განცდას, ფიქრობ თუ არა რომ ეს არის დამაფიქრებელი საკითხი, რომ საქართველოს დროც დადგება. ანუ საქართველოს საკითხიც გახდება აქტუალური. რამ შეიძლება გახადოს საქართველოს საკითხი აქტუალური შეერთებული შტატების ადმინისტრაციის დღის წესრიგში? დღის მდგომარეობით პრაქტიკულად მთელი ყურადღება მართლაც ტრიპის მიმართულებდა გადატანილი და ამას საკმაოდ პირდაპირ ამბობენ. თუმცა მე არაერთხელ დამიყენებია საკითხი პირდაპირ, რომ შეუძლებელია სომხეთის თუ ამას განიხილავენ ცალკე, იმიტომ რომ აზერბაიჯანი მაინც და ცენტრალური აზია არიან თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის ფარგლებში და ძირითადად თურქეთს ხედავენ როგორც მთავარ მოკავშირეს და მათთვის ეს პროექტი თურქული ინტეგრაციის ნაწილიც არის. თუ სომხეთთან, როგორც დემოკრატიულ ქვეყანასთან, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის კანონის დონეზე, მათ შორის შეერთებულ შტატებს სურთ და ნამდვილად სურთ გრძელვადიანი მოკავშირეობა, მე პირდაპირ ვამბობ ამას და პრინციპში არანაირი წინააღმდეგობა ამ პოზიციისადმი არ დამინახია, რომ ეს შეუძლებელია საქართველოს გარეშე. ანუ შეერთებულ შტატებს უნდა კონდეთ ესე ერთობლივი ხედვა საქართველოს და სომხეთის მიმართულებით და პირდაპირ ვიტყვი, ბევრი წლის განმავლობაში საქართველოს წყალობით მათ შორის საერთოდ სომხური სახელმწიფო გადარჩა, როდესაც ბუფერი იყო აქ და რუსეთი იქ აგენტურით იყო აკონტროლებდა სომხეთს, მაგრამ საქართველოს პროდასავლური პოზიციის წყალობით სომხეთის სახელმწიფო საერთოდ დარჩა, თორე რუსეთის შემადგენლობაში შეიყვანდა წინა ხელისუფლება და ახლა უკვე სომხეთის ვალდებულებაც და პასუხისგებლობაც იმაში არის, რომ გარკვეულწილად ხელი შეუწყოს სწორედ ჩვენს ტრანსატლანტიკურ კავშირებსაც და ინარჩუნოს ყურადღება საქართველოსადმი მათ შორის. კი ბატონო, თუმცა აი აქ შეგაწყვეტინა დღეს თუ უსმენდით ყობახიძეს, მან თქვა რომ სტრატეგიული ინტერესის აღდგენა, აი სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის ინტერესი გვაქვსო და რას გააკეთებთ ამისთვისო იყო კონკრეტული კითხვა და არაფერსო დაველოდებით უბრალოდ რომ სუფთა ფურცლიდან დავიწყოთო, ეს ასე თავისით მოვა ყოველგვარი ნაბიჯების გარეშე? ეს არის სწორედ რუსული ხედვა რეალურად, რომ შეიძლება 10 წლეულები ელოდებოდნენ მაშინ ამას და 30 წლის მერე რამე მოხდება თუ არა, არავინ არ იცის. ამიტომ რეალური არ არის. ჩვენ ვუშვებთ ხელიდან რეალურ შესაძლებლობებს, თან ტრამპის პოლიტიკა აშკარად ეხლა ხელს გვიწყობს იმაში, რომ სერიოზული ნაბიჯები ქონოდა ამ მიმართულებით. პირდაპირ უნდა თქვათ, ანაკლის სპორტი დიდი ხანია დასრულებული უნდა ყოფილიყო, გახდებოდა ჩვენთვის ეკონომიკური და ახლა უკვე უსაფრთხოების მათ შორის გარანტია. ანაკლის სპორტის მიმართ, რომ ტრამპის ადმინისტრაციას ჰქონდა ინტერესი, პომპეოს ვიზიტი და მსჯელობა ამის დასტურია, ეს ხომ თეორიული ვარაუდი არ არის. გარდა ამისა, საქართველოს დიდი ხანია უკვე იმდენად უნდა ყოფილიყო ევროკავშირში ინტეგრირებული, რომ აქ უნდა ყოფილიყო ყველაზე სტაბილური და პროგნოზირებადი ქვეყანა. სომხეთი თქვენ სწორად აღნიშნეთ, ახლა იქ ჯერ კიდევ ბაზა არის, მართალია ნაწილი მოხსნეს, საზღვიდან მოხსნეს, მაგრამ ჯერ კიდევ ბოლომდე პროგნოზირებადი არ არის და არჩევნები მოდის მათ შორის, იმედი აქვთ, რომ ამით ნელ-ნელა უფრო სტაბილური გახდება. საქართველოს ჰქონდა ეს შესაძლებლობა და რეალურად მე ვიტყვი, რომ ჩვენი ამერიკელებთან კავშირები, იქ თუ დიასპორას აქვს თავისი როლი სომხეთის შემთხვევაში, ქართველი და ამერიკელი ხალხის კავშირი მაინც განსაკუთრებულია ამ რეგიონში და 30 წლის განმავლობაში ჩვენ ეს დავადასტურეთ. ივანიშვილმა რაც გააკეთა ახლა აი ამ ჩვენი ხალხების დონეზე მოკავშირეობის კონცეფციაში ჩადო ეჭვი და ნაღმი მათ შორის, რომ ჩვენ ამერიკელები მტრად რატო უნდა აღიქვა მარტივ კითხვავსო ჩვენ საზოგადოებას რა ცხინვალიდან და სოხუმიდან ჩვენი დევნილები ამერიკელებმა თუ რუსებმა განდევნეს. ვინ დგას იქ საოკუპაციო ჯარით, როდიდან ქართველის აზროვნებაში გაჩნდა ამერიკელი როგორც მოწინააღმდეგე და მე ვხედავ რომ პროპაგანდა ისე კვებავს ზოგიერთ ჩვენს მოქალაქეს რომ იჯერებს ნაწილი ამ პროპაგანდის რომ გეგონება ამერიკა ყოფილა საქართველოსთვის მთავარი პრობლემა, როდესაც პირიქით ქართული სახელმწიფო და მათ შორის სომხური სახელმწიფოს ძლიერი რომ იყოს ამერიკას ეს აწყობს, სჭირდება ეს და რუსეთის ინტერესი არის რომ ჩვენი სახელმწიფო არ შედგეს. ეს არის მარტივი. დიდი მადლობა გიორგი ტუმასიანს უსმენდით, ეს იყო ამ ეტაპზე შეჯამები